ეს არის 2025 წლის 05 ოქტომბერი და თამაშობს Toxis 6-ეული. წარმატებებს გისურვებთ, წესები იცით ყველა და დავიწყოთ პირველი შეკითხვით. როას ფიქრობ, რომელი შეკითხვა მოვა? ჩემო კაპიტანო გეთქვათ რა. რა, ჩვენ 4-იანი გვიყავს. რა მიხარდებო რა. მე 20 შემატებო. და ჩემ მეგობარს ოთხი უნდა რომ მოვიდეს ბაბაძის და მოვიდე კიდეც. აბა რა! ეგრე ერთი არა გიგია ეხლა გადა. შვიდად. მაფიაში თუ თამაშობთ ესე? ოკეში უფრო. ვერა. ისე პოკერს თამაშობ სანამ მოხვედი. აი ინტუიციას ვსწავლობ ფიზიკისგან. ფიზიკისგან. მოგკითხოთ ეზოს. კარგი, მოვიდა შეკითხვა ფოტომასალით. ეგრევე სერიოზული რა. სეკრეტი გაიხსნა ეგრევე. იმის მუღამი მქონდა ეგრევე გაიხსნა. შავყუთის მუღამი ქონდა შენ. შავყუთი არ დამინახავდა იმას ხედავ. ერთი. მე მოგცემთ ფოტოს, დაათვალიერეთ. ყოველგვარი კომენტარის გარეშე გადააწოდეთ ერთმანეთს, შეხედეთ უბრალოდ ფოტოს, სანამ კითხვას არ წავიკითხავ, მანამდე უბრალოდ შეხედეთ აღიქვით, მანამდე ვერც ვერაფერს ვერ მიხვდებით, სანამ არ წავიკითხავ. შეგიძლიათ დადოთ ფოტო. კითხვა არის. კითხვა არის საკმაოდ მოკლე. ყურადღებით. თქვენს წინაშეა გრიგორი გრიაზნოვის ნახატი. სახელწოდებით ბრჭყალებში. არ წაიყვანეს. ვიმეორებ. თქვენს წინაშეა გრიგორი გრიაზნოვის ნახატი. ბრჭყალებში. არ წაიყვანეს. ყურადღება შეკითხვა. სად არ წაიყვანეს? დრო. 64-ში. შეიძლება ნოეს კიდობანი ხო არ შეიძლება კიდობანში არ იმიტომ რომ რაღაცა 4 რაღაც არსება. ის ხო არ არის რაღაცა არსება რო არ წაიყვანა. ხო რაღაცები. გველი არ წაიყვანა. გველი კი არა, გველი კი არ წაიყვანეს, იმიტომ რომ ის იყოს. ხო. რა არ წაიყვანესო? თუ სადაც წაიყვანეს კიდობანში. ნოეს კიდობანში ხო ეგ იქნება. დინოზავრების რამე იმას გააქვს რაღაც. ჭიჭო, მანახლიკის რაღაცა არსებები არის, რომელიც ხოვერსიები დაგოუშვი. კიდობანი ნახე მიწაში არიან, ნახე იდეაში. ხო და ნახე მიწაში არ მე არიან. მგონი რაღაცები იხჩობიან თან და მაქედან გამომდინარე ეგა კიდობანი. გასაგებია, გაუშვით ეგ ვერსიას. ხალხი სემირამიდას ბაღები რადგან სიმწვანეა და რაღაცა არაფერ შორს არა მე რადგან ქვესკნელში არიან თითქოს ჭუჭუხეთში არა საოხეში არ წაიყვანეს გვერდით 10 წამი შეიძლება მიწის ქვემოთ იმას ხო და შეიძლება სხვა ვერსია იმას მიწის არა კიდობანი ყველაზე კაი ვერსია იმიტომ რომ რაღაცა ეგის ვარიანტი და დრო ამოიწურა შეწყდეს განხილვა ბატონო კაპიტანო სად არ წაიყვანეს ვინ უპასუხებს სწორმა ვერსიამ თუ გაიჟღერა დიახ მაშინ ბატონი ირაკლი უპასუხებს ბატონო ირაკლი სად არ წაიყვანეს ფოტოს დახმარებით ან ჩემი ვერსია იყო ნოეს კიდობანი არა მარტო ჩემი ვერსია ანუ გავაჟღერე და სხვებმაც გააჟღერეს ნოეს კიდობანი არის საერთო გუნდის ვერსია რატომ იმიტომ რომ ჩვენ შევამჩნიეთ რომ რამდენიმე ცხოველი იყო რომელიც შეიძლება რომ ანუ გადაშენებული იყოს უკვე და ნოეს კიდობაში თუ არ მოხდნენ გადაშენდებოდნენ სავარაუდოდ თან ანუ ხვლიკზე ქონდა გაგებული რომ ხვლიკისებრი ცხოველები არ წაიყვანა ნოემ კიდობაში არ შეიყვანა ან ვერ დაეწივნეს ნოეს კიდობას და ვერ შევიდნენ ან ნოეს კიდობანი არის ჩვენი ვერსია კი ბატონო კაპიტანო მივიღოთ ეს პასუხი. პასუხი მიღებულია, სწორი პასუხი. გრიაზნოვი თავის ნახატებში ბიბლიურ და პალეონტოლოგიურ თემებს აერთიანებს. ნახატზე შეგიძლიათ დაინახოთ დინოზავრები და წარღვნა, რომელიც ბიბლიაში აღწერილი. მხატვრის ვერსიით დინოზავრები იმიტომ გადაშენდნენ, რომ ნოეს კიდობანში მოხვედრა ვერ მოახერხეს. 1-0 მშვენიერი დასაწყისი. ბიჭო, გეუნები 4 დაგდი. არა ეს დაჟე ვადამდელი მინდა და მე აი ვადამდელზე არ მეგავლისხოთ მაინც. აღარ გავუშვი. ისედაც და ხო მაგრამ რატო 1-ზე მეწუთი გვაწყეს მე ვფიქრობ რომ საინტერესო შეკითხვა იყო და ეს ნახატი არ არის ცნობილი და ეს ხატვარი ასეთი ბიბლიური პეიზაჟები არის გადაცემული. აი ბაბაძე ხარო ნომერი 4 შეკითხვა მოვიდა და გამოიცნეს კიდევ შემდეგი რომელი მოვა. შემდეგი უკვე სხვა მოიფიქროს. ბოლო ერთ მოვიდა. ავიღოთ მოვიდეს. ეს რაც გასახსნელია გაიგო. რაც გასახსნელია სადღა გადავა კაცო.
5. შეკითხვა ნომერი 5. კიდე 4 ხوار მოვიდა და კარგი დასაწყისია. დათი. ეს ტიჩკარა. გორჩა. კი ბატონო, გუნდი იწყებს საკმაოდ უხვად, იმიტომ რომ მე უნდა წარმოგიდგინოთ მასალა ოღონდ არა ფოტო. თქვენს წინაშე იქნება ლექსი და თქვენ უნდა შეავსოთ გამოტოვებული ადგილი. ამ ადგილზეც მოგცემთ, წაგიკითხავთ კიდევაც და თქვენ უნდა გამოიცნოთ გამოტოვებული სიტყვა. მე წაგიკითხავთ ლექსს და შემდგომ მოგცემთ ფურცელს, სადაც წერია ლექსი და თქვენ უნდა ჩასვათ გამოტოვებული ადგილი. ყურადღებით, შეკითხვა ნომერი 5. ფერადი კაბა, ამის შემდგომ გამოტოვებულია 2 სიტყვა. დათებერვალის ქარები თბილი. რაღაც უთქმელი დაუსახელო, მე მაგონებდა აპრილის თბილის. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტო, წარწერა. იგივენაირად ერთსტროფიანი არის ლექსი, გადააწოდოთ ერთმანეთს. კიდევ ერთხელ წავკითხავ ლექსს. ფერადი კაბა, გამოტოვებულია 2 სიტყვა. დათებერვალის ქარები თბილი. რაღაც უთქმელი დაუსახელო, მე მაგონებდა აპრილის თბილის. ყურადღება შეკითხვა. თქვენს წინაშეა ფრაგმენტი მთვარისა კერესელიძის ლექსიდან. დაასახელეთ გამოტოვებული 2 სიტყვა, თუ გეტყვით, რომ ის ქართული რომანის სათაურს ემთხვევა. დრო! ქართული რომანი მიხეილ ჯავახიშვილის რა იმ ფერადი კაბა, თეთრი საყელო, დათებერვალის ქარები. რითმაში ჩნდება იდეალურად. პასი როგორი იყო? არა, ხო, ჯერ მინდოდა გამე რითმას ვეძებ. აი, უსახელოზე კიდე რომ შეიძლება. კაი, ფერადი კაბა, ბიჭო, მე ვფიქრობ, უეჭო რაღაც ბიჭო, თეთრი საყელო ძალიან კაია. ხო, მაგრამ თუ თეთრი საყელო არ არის რაღაც ანუ იმენა გზელდება. არა, კაია, ეგ არის. ფერადი კაბა, წითელი კურტკა. ბიჭო, ეგრე არ დაიწერა, ეგრე უნდა დაიწერა რა. ფერადი კაბა. იდეალურად ეგ ჯდება. ბიჭო, არა, შეიძლება. ჩვენი უკეთესია რომანი არის, რავი, თებერვალზე და ქარებზე რა. ბიჭო, სხვა რომანი. თებერვალი და ქარები, ხო? ქართული რომანი. აპრილის თბილის თეთრი საყელო მოხდება. ათი წამი. ეგა. უსახელო, ერითმა. თეთრი სახელო, თეთრი სახელო. რა უნდა იყოს, მეტი რითმაში არაფერი არ ძიძიო. დრო ამოიწურა, შეწყდეს განხილვა. ბატონო კაპიტანო, ვინ უპასუხებს შეკითხვას? მე თვითონ უპასუხებ. ჩვენი ვერსია არის, რომ გამოტოვებული სიტყვა არის თეთრი საყელო ჯავახიშვილის რომანი. კი ბატონო, პასუხი მიღებულია. სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის თეთრი საყელო მიხეილ ჯავახიშვილის რომანი. ფერადი კაბა, თეთრი საყელო, დათებერვალის ქარები თბილი, რაღაც უთქმელი დაუსახელო, მე მაგონებდა აპრილის თბილის. ანგარიში არის 2-0, გილოცავ. კარგი დასაწყისი არის. 4-5-ს დაიწყო. არა. იდა. არა, ცუდად მაგენ და. ეხა მოვა. ორნიშნავი. მოვიდა სუპერ ბლიცი. აბა, ორნიშნავი უწევდა. აჩექსა შენ ბეტონ გააჩნია თემას. თქვენ მე უნდა მოგცეთ პირველ რიგში თემა და იმის მიხედვით შეგიძლიათ გადაწყვეტოთ ამისთვის ყველა გუნდს ვაძლევ დროს საფიქრებლად რომ გადაწყვეტოს რომელი მოთამაშე დარჩეს. დანარჩენები ყველანი დატოვებთ ოთახს და გახვალთ გარეთ. სუპერ ბლიცის თემა არის ძველი ქართული ფილმები. მოიფიქრეთ ვინ დარჩება. ფოტო სურათები. აბა რომელი ასახელებს არ მოგიგახსენებ. მე ვაფშე არ ვიცი. ძველი ქართული შეიძლება რამე ჩაკითხვა? ძველი ქართულში იქნება ხო საბჭოთა არ შეიძლება კაცი. ძველი რა? ეგ არის რა. ის ფილმები არაფერადი. თუ რამეა? აი, შავ-თეთრი ფილმები. არა, მე სახელებს ვერ გავიხსენებ. მინდა დავიჩენ თუ რამე. აი ბატონი ირაკლი დარჩება სუპერ. ბატონი ირაკლი. გამხნევეთ აპლოდისმენტები ყველამ დატოვეთ ოთახი. ბატონი ირაკლი მრევლიშვილი რჩება სუპერ ბლიცზე. კარები დახურეთ. სულ არის 3 შეკითხვა. 3-ვე თემატიკა არის ძველ ქართულ ფილმებზე.
არის ნერვიულო, მე დარწმუნებული ვარ, თუ ზოგადად ცოტათი მაინც გიყვართ ფილმები, გამორიცხულია რომ ეს ფილმები ნანახი არ გქონდეთ. თუმცა გამოსაცნობად მარტივია თქო, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ თქვენ კონკრეტული ფრაგმენტიდან ან ცნობილი ფრაზიდან გამომდინარე მოგცემთ ფოტოს და იმის მიხედვით უნდა გამოიცნოთ ცნობილი ქართული ფილმი. პირველი ფოტო არის აი ეს ლანგარზე მოთავსებული არის პროდუქტი და თქვენ 20 წამში უნდა დამისახელოთ ცნობილი ქართული ფილმი. დრო. ამაზე უკეთეს ვერსია არ მომივა. გისმენთ. სიყვარული ყველას უნდა ის რო შემოაბრუნოთ ფოტო თუ შეიძლება და რატომ რო ახსნათ? ანუ ერთი მომენტი კახი კავსაძის პერსონაჟი რო იძახის რომ მწვანი ბარემ ადექით და ბოსტანში დამაბით. ანუ ეგ ის არის მწვანილის ვერსია წამოვიდა ალბათ. კი ბატონო, თქვენი ვერსია არის სიყვარული ყველას უნდა. პასუხი მიღებულია, სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის ქეთო და კოტე, პატარძლის და კრეფილი, კიტრები და მწვანილი. ფოტოსურათზე აღბეჭდილი არის ლანგარზე კიტრები და მწვანილი, არაუშავს დამებრუნოთ თუ შეიძლება ფოტო და შემდგომ გუნდთან ერთად განვიხილოთ, შეიძლება გუნდი რო დაბრუნდეს. და კარებიც დახურეთ. არაუშავს, გავამხნევოთ. სუპერბლიცი არ არის მარტივი, როცა ერთი მოთამაშე რჩება. ხო, კითხვები არის ძველი ქართული ფილმები, ერთი კონკრეტული მონაკვეთი, რაღაც ცნობილი ფრაზა, რომელიც ფოტოთი არის გადმოცემული. პირველი კითხვა იყო ეს, ლანგარზე მოთავსებული კიტრები და მწვანილი და პასუხი არის ქეთო და კოტე, პატარძლის და კრეფილი, კიტრები და მწვანილი, ესეთი ცნობილი გამონათქვამი და სიმღერა ჯანაიაც არსებობს. მე განახებ შემდგომ ფოტოს არა, მანუ პასუხა სიყვარული ყველას უნდა, თუმცა ეგეც ახლა მე ამას ვიგებ, ნიახური ხო არა როჯერ მოვიდა. მეორე შეკითხვა მაყურებელსაც ვანახოთ, ეს არის სუპერბლიცის მეორე შეკითხვა. საზამთრო გაჭრილი, რომელი ძველი ქართული ცნობილი ფილმია? საზამთრო გაჭრილი ის რო არის, რა ქვია? სადღაც არის დავა საზამთროზე და ნესვზე, რომელიღაცა უფრო ძვირია, მიგანიშნებთ. ნუ უკვე სუპერბლიცი წაგებული. აღარ გვინდა სუპერბლიცი შედეგში. აი, როგორ ფილმშია და აი რომ მე არ მოვიდა. არ მოვიდა. მე ის გამახსენდა საზამთროზე ის რა кай თოფია კაი ვერსია არ გაქვს, კონდა ვერსია შენ. არა. კუკარაჩაში არის ეს მონაკვეთი, სადაც დაობენ რომ საზამთრო ტკბილია, მაგრამ ნესვი უფრო ძვირია. არა, და მესამე შეკითხვა მაყურებელსაც ვანახებ. აი ესეთი ხმალი და ქართული ტრადიციული კერძი არის, რომელ ქართულ ძველ ფილმს არა. კარგია რო ერთი რა ლავაში არა ერთ-ერთი ვერ გამოვიცი. პური და ხმალი. პური და სანახაობა არის, რა? ეს არის იმპერატორ იუსტინიანეს. აი, დაწუთაშია? არა, ეს არის ძალიან ძველი ფილმი მამლუქი. სადაც ორი ადამიანი, რომელიც საქართველოს ესე ვთქვათ მოწყვიტეს, ეს ორიც იმიტომ არის სიმბოლური არის და ხმალიც იმიტომ რომ ერთმანეთს შეებრძოლებიან ეს ადამიანები. მე ვფიქრობ რომ არის მარტივი სუპერბლიცი, გამხნევეთ, არაუშავს მეგობრებო, სასაკერო იყო სამკითხოს წავაგებთ. ხო, იქნება ის პროსტა ისეთი არ მოვიდა რა, საკეთებში. კარგია, აი ერთი ხულა გაიწევა რა. აი მე ბარე ბოსტანში დამოვიდა. იმიტომ წვანილი იყო რა და სიყვარული ყოველს. მაგრამ მე ვფიქრობ რომ საინტერესო იყო ძალიან დეტალური სუპერბლიცი არ გონია ყოფილიყო ის ასაც ვაგო მაინც ვერ დავუგო. ასაც მე არა რა ნახია იმათი რა. ამათ სუპერბლიცი რო იყო ნაიგი და იგი. აი ეგ არის პორტული. მაფიოსი იყო. ძალიან მარტივი იყო. თუმცა ნუ ეს არის მეგობრებო საქმე რაშია იცით? როდესაც მე იმიტომ გაძლევ შესაძლებლობას რომ აირჩიოთ რომ თემატიკა არის კონკრეტული. იმ თემაში ვიღაცა სპორტში ძლიერია და მარტივია, ფილმებში უცებ ძლიერია ეს მისთვის მარტივია. კარგი, სუპერბლიცი მოიშორა გუნდმა ესე ვთქვა და ანგარიში არის 2-1 გაქვს 2 დახმარება და შემდეგ კითხვა სუპერბლიცი რომ მოსულიყო აი ხა სუპერბლიცი და შამყუთია გადმოსული და ნომერი 2. ხუთი ეს რომ მოსული. რა სიზაფი.
მაგის ვერაუს გაუწია. აი, შემდეგ. შეკითხვა ნომერი 9. არ მოდუნდა 9 მშვენიერია. ყურადღებით ჩაიწერეთ. ბრისტოლელი, ქალაქ ინგლისში მეზღვაურები არავის უმხელდნენ ისეთ ადგილებს, სადაც შეიძლებოდა ბევრი თევზის დაჭერა. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ბრისტოლელ მეზღვაურებს შეიძლება უფრო ადრე გაეკეთებინათ ეს, ვიდრე 1451 წელს დაბადებულ იტალიელს. ყურადღებას შეკითხვა. ერთ წუთში დაასახელეთ, რა ისტორიულ მოვლენაზეა საუბარი. ვადამდელი. ვინ პასუხობს? ბატონო ირაკლი, გისმენთ, რა ისტორიულ მოვლენაზეა საუბარი? ეს არის ამერიკის კონტინენტის აღმოჩენა. კი ბატონო. იმიტომ რომ ნავარაუდები არის, რომ ანუ ეს თევზის ანუ არა მარტო ამაზე არის ნავარაუდებია ანუ სხვა ხალხებზეც რომ შეიძლება გადასულიყვნენ 1000 წელს უფრო ადრე რა და ოფიციალურად გაფორმდა კოლუმბმა რო აღმოაჩინა ამერიკა და 1400-იან წლებიც ემთხვევა მაგას, იმიტომ რომ 1490-იან წლებში აღმოაჩინეს და 40-50 წლის იქნებოდა მაგ დროს კოლუმბი და თან ინგლისიდან მოკლედ შეიძლებოდა გადასულიყვნენ სანაცნო არ შეიძლებოდა, მაგრამ შეიძლებოდა ყოფილიყო რა ეგეთი შესაძლებლობა რომ გადასულიყვნენ და იქ ეთევზავთ. არ ვიცი. კი ბატონო კაპიტანო, მივიღოთ ეს პასუხი. პასუხი მიღებულია ამერიკის აღმოჩენა. სწორი პასუხი. 1451 წელს დაბადებული იტალიელი ქრისტეფორე კოლუმბი გახლავთ. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ შეიძლება მეზღვაურებმა კოლუმბზე ადრე აღმოაჩინეს ამერიკა, მაგრამ არ გაახმოვეს. 3-1 და ირაკლიმ შეუნარჩუნა გუნდს ვადამდელით 1 წუთი. 3 წუთი ხო? 3 წუთი. გილა ცოტა მეგობრებო, 3-1 არის ანგარიში. რამდენდა იცოდით ამ კითხვაზე პასუხი, მე მგონი მარტო ირაკლი. ანუ მივიდოდ, მაგრამ ესე ვერ გავრისკავდი მე. არა, მეც არ ხო, აჩქსამას რომ და ირაკლიმას მეთქი ესე კი. არა, ვიკინგებმა აღმოჩინეს როგორც თქვა 1000 წელს და პირველ პერიოდში ახევარი არისო და მოყოლებული ოპერატორი. ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილი აღმოაჩინეს და დაჟე ნაპოლეონია, მაგათ შეიარაღების ისე ნაპოლეონია ვიკინგები. შეკითხვა ნომერი 7. ალბათ მივდივართ ძმებო, მაგრამ უგო დაიწყო ამერიკა. კარგად მიდიხარ? ძმებო და სიყვარული. მე თამარი მიყვარს. ყურადღებით ჩაიწერეთ ნომერი 7 შეკითხვა. ამერიკის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა უარი თქვა საკუთარი ვაჟის დაკრძალვაზე დასწრების შესახებ. ვინაიდან პრეზიდენტის ვაჟის გარდაცვალების დროს მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი 1861-65 წლებში და არსებობდა კონფედერატების თავდასხმის საფრთხე. ყურადღება შეკითხვა. ერთ წუთში დაასახელეთ ამერიკის ეს პრეზიდენტი თუ გეტყვით, რომ თავისი შვილის გარდაცვალებიდან პრეზიდენტის 3 წლის შემდგომ ზუსტად კონფედერატების მხარდამჭერმა მოკლა. დრო. ლინკოლნი. თან კონფედერაციის მხარეს არის. 65 ლინკოლნი. და კონფედერატების მე მეგონა რომ პრეზიდენტზე ხო არ იყო საუბარი მეთქი თორემ. სამოქალაქო ომი ეგ არის. ლინკოლნის თან მოკლეს. ანუ თეატრში ისე რომ ყოფილიყო 3 წლის მერე პრეზიდენტობიდან წავიდა რა მოკლეს. აი მაინც უმჯობ 3 წუთი გვაქვს ზედმეტი რა. ესე ვაშინგტონი ობამა ლინკოლნი აბრაამ. არა. მაგრამ 61 მაგის ვაჟის გარდაცვალება არ მახსოვს ეხლა. ეგატონა გახსოვს. არ მახსოვს ფაქტად არ მახსოვს რა. სხვა პრეზიდენტი ვინც მოკლეს ეგეთი მათ ბევრს ყავდნენ, მაგრამ ცნობილი ეგ არის. ბევრი პრეზიდენტი ყავთ მოკლული, მაგრამ ტრამპსაც აპირებდა. ცუდი კაცი იყო გამოდიოდა. და დრო ამოიწურა. ბატონო კაპიტანო, ვინ უპასუხებს? აი, აჩექსა შემოგთავაზებს კარგ პასუხს. ბატონო აჩექსა, დაასახელეთ პრეზიდენტი. ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც მოკლეს 1861-65 წლებში სამოქალაქო ომის დროს ვინც უძღოდა ამერიკას, იყო აბრაამ ლინკოლნი.
კი ბატონო. თავში ეს. ბატონო კაპიტანო მივიღოთ ეს პასუხი. სწორი პასუხი აბრაამ ლინკოლნი, რომელიც მოკლედ თეატრში კონფერენციების მხარდამჭერმა ზუსტად მან თქვა საკუთარი ვაჟის დაკრძალვაზე უარი თავდასხმის მოლოდინის გამო. ანგარიში არის 4-1, გუნდი დაწინაურდა საკმაოდ და გაქვთ 3 დახმარება, ვადამდელი და 2 დახმარება, რომელიც ისედაც ეხა აღარ გვინდა ვადამდელი. ხო, რაღაც მოხდეს წასული. ხო. არა, მაგით აღარ იმოსქენ თორემ. ვადამდელები აღარ გქონდა. 3 კითხვა იმდენია, რომ ნახოთ 3 წუთი როსა. მე შავი ხუთი მინდა. მე მინდა შავი ხუთი. ეს ჩეკი შავი ხუთი კაი. ძალიან მაინტერესებს. ბოლო ნახეთ ვაწვალოთ. მე ე მინდა მოიცა, შავი ხუთი მინდა, მოიცა ბიჭო. შავი ხუთი მინდა. არ მინდა. ძალიან მაგარი. არა, ხო და ახაც არ გვაწყობს გულებიდან გამომდინარე, ხეს ხა მოვიდეს და იმის შანსია 1-6. შეკითხვა ნომერი 1 ყურადღებით ჩაიწერეთ. შირლი ტემპლმა ოსკარის მოპოვება 6 წლის ასაკში შეძლო. მსახიობი ამბობდა, რომ სანტა კლაუსის არსებობა ეჭქვეშ მაშინ დააყენა, როდესაც სანტა მასთან მივიდა და ამის გაკეთება სთხოვა. ვიმეორებ. შირლი ტემპლმა ოსკარის მოპოვება 6 წლის ასაკში შეძლო. მსახიობი ამბობდა, რომ სანტა კლაუსის არსებობა ეჭქვეშ მაშინ დააყენა, როდესაც სანტა მასთან მივიდა და ამის გაკეთება სთხოვა. ყურადღებას შეკითხვა. 1 წუთის შემდგომ გითხარით, რა გააკეთა დრო? ის რამე ფაქტი ის 6 წლის ასაკში 6 წლის ბავშვს რა უნდა უყო? ოსკარი აიღო 6 წლის ბავშვს მსახიობი. ვინ? რა სანტა მივიდა და ამის გაკეთებას ხო და მაგიტო აღარ ჯეროდა რომ ეჭვი შემეყარა. სანტა რომელ ფილმში ხო, ეს ოსკაროსანი ფილმი სანტა ფილმი არ გონია. რომელიმე. რამე ანუ აზია რა. გადაცემულების სახებს ხურდა რომ რაღაც ეგეთი ხო. მარტო სახში ხო არ არის? აი მაკონი, არა, მაკონი მაკენ. არა, ეგ ხო არა, ეგ სხვა. მაგაში არა უღია. ფილმში არა, ფილმის ის არ არის კაცო. რა ხო რა ანუ რა ისე გაკეთება ხო. სიგარეტი ხო არ გქხوارკითხა მართლა. არა, სიგარეტის ასანთებელა ხო არ გქხა. არა, შეიძლება სიგარეტის მოწევა. ხო, მაგრამ 6 წლის ბავშვი მაგას რომელი ანუ ფილმის გამოსთხოვა. არა, ფილმში ხო ეწოდებოდა მსახიობი იყო. არა, 6 წლის ბავშვი შეიძლება სცენარი რა ქონდა საკითხი და ან სიგარეტის მოწევა რამე ეგეთი რაღაცა ხო არ თქო. ანუ ის ანტაც ხომ მსახიობი იყო თუ ფილმში? აკი წამი. სათამაშოები თვითონ დაეტოვა ან რაღაც ეგეთი რაღაცა ხო არ თხოვა. არა, რაღაცის გაკეთება, ან ბავშვს რაღაც უნდა ხო, გაეკეთება. სათამაშოები დაეტოვა. ვის დაეტოვა? ან კარები და დრო ამოიწურა. მე გავიმეორებ კითხვას. შირლი ტემპლმა ოსკარის მოპოვება 6 წლის ასაკში შეძლო. მსახიობი ამბობდა, რომ სანტა კლაუსის არსებობა ეჭქვეშ მაშინ დააყენა, როდესაც სანტა მასთან მივიდა და ამის გაკეთებას სთხოვა. რისი გაკეთებას სთხოვა თქვენ და მითხრათ, ბატონო კაპიტანო? სწორ მოპასუხოთ გვეჭირა. არა. მაშინ დამატებით უცხოვრე. დამატებითი დრო. ბიჭო, ოსკარის ოსკარი ხო გამოვა. ანუ ნახე ეჭქვეშ დააყენა, ანუ უეჭველი არ უთქვამს რომ არ არსებობს რა. ბიჭო, ოსკართან რამე დაკავშირებული. ოსკარის ის ხო არა, გამოვა. ოსკაროსანია, მაგრამ ოსკართან ანუ სანტა მამის გაკეთებას თხოვა რამე. ოსკარის ჯილდოს მიცემა მისთვის. და შეიძლება ანუ სანტა კლაუს ბავშვი ხო ინდობა და მივიდა და უთხრა რომ აბა მანქანის გასაღები მოაწოდებ ხო არა სანტა კლაუსი. რაღაც ამორალური რაღაცა ხო არ არის. ხო, მას ცუდი რაღაცა უნდა იყოს. ბიჭო, მაგრამ ნახე, მან შეიძლება იყოს რომ კარტაში ჩაჯდა, მაგრამ მაგის გამო თოვლის ბაბუა არ აგიტყდება რა, თოვლის ბაბუა ანუ შეიძლება რაღაცა სთხოვა საჩუქარი და იმ სანტა კარების გაღებას თხოვა, იმიტომ რომ ამას ეგონა რომ ბუხრიდან ჩამოვიდა. ეგ მაგარი ვერსია, ეგ მომწონს. კარების გაღებას თხოვა, რომ კარები ხო, კარები გაიღო. ათი წამი. შეიძლება. აი, მაგის გარდა კიდე რა შეიძლება. დამატებით აღარ ავიღოთ თუ რამე და არის. სხვა რაღაცა თოვლის ბაბუა აკეთებს, რასაც იქ არ გააკეთა რა. ან ისე კარის ღია დატოვება რაღაც ეგეთი თქო, პირდაპირ ის არ და დატოვა. დრო ამოიწურა, შეწყდეს განხილვა, ბატონო კაპიტანო. იყო სწორი ვერსია. არა. ვინ უპასუხებს? სიჩუმე. აი, ჰისოკა შეიძლება პასუხის გასცემა. ბატონო ჰისოკა. ჩემი აზრით სანტა კლაუს ის ბავშვს თხოვა რომ მისი წვერი მოიტანა. ჩემი აზრით სანტა კლაუს ფორმაში იყო ადამიანი, რომელსაც ჯერ წვერი არ ქონდა გაკეთებული
და ამ წვერთან დაკავშირებით ან მოტანა ან რაღაც მოქმედებას ხო დაავიწყდა წვერი, რომელსაც ხელოვნური და იკეთებენ და ბავშვს დაავალა მოეტანა. ან მოეტანა რაღაც წვერთან დაკავშირებული მოქმედება გაიგეთებინა, მოეტანა ასე. კი ბატონო კაპიტანო, მივიღოთ ეს პასუხი. კი. პასუხი მიღებულია, ყურადღებით სწორი პასუხი. კომენტარი: შირლი ტემპლი ბავშვობაში ისეთი პოპულარული იყო, რომ მსახიობმა, რომელიც სანტა კლაუსის როლს ასრულებდა, ავტოგრაფის თხოვა, რამაც ბავშვი ეჭვი გამოიწვია. ავტოგრაფის თხოვა სანტა კლაუსმა ბავშვს, იმიტომ რომ ეს ბავშვი იყო ოსკაროსანი და იყო ცნობილი მსახიობი. ფილმი არ არის, ისტორია არის ეს. იმ ბავშვზე, რომელთანაც მივიდა სანტა კლაუსი და მის არსებობაში შეეპარა ეჭვი. ანგარიში არის 4-2 და 2. ბავშვის ხოლმე წახოდით რომ ეს იყო ფილმი. ხო, რაღაცა ჩაატა. 6 წლის ბავშვია და რა ვიცი. მაგრამ ის გითხარით რომ ოსკაროსანი ბავშვი. ხო და ალბათ ცნობილი ფილმია. რაღაც გავში შეკითხვა ესეც. არა უშ 4-2. კაი, შემდეგი შეკითხვა. მომესმარო შავყუთი უნდა და ბატონ კაპიტანს. მაინტერესებს უბრალოდ. გავიდეს, კაი. და მოვიდა კიდეც. ერთი შავყუთი აღებული მაქვს რა ვიცი. აი მოვიდა. გულის ყავსანი ავიში. შეიძლება იხაზეგა. აი ნახო, თუ არის პასუხი, თუ არა არის შავი ყუთი არის დარინას გუნდისგან გადმოსული შეკითხვა სამწუხაროდ. დარინას გუნდის თამაში არ არის ატვირთული YouTube-ზე ტექნიკური პრობლემების გამო. დარინას გუნდმა გავაჟღერებ აქაც, რომ დაასრულა თამაში 6-4 და მოიგო წამყვანის წინააღმდეგ. და შავი ყუთი არის გადმოსული შეკითხვა. ამიტომ ყურადღებით ჩაიწერეთ. რიჩარდ კოვინგტონის თქმით, ავსტრიელი იმპერატრიცა მარია ტერესა თავის 8 ქალიშვილს ამათ თვლიდა და მათ მარტივად სწირავდა ქვეყნის ინტერესებს. ეს ახლა შავ ყუთში დევს. ყურადღება შეკითხვა. რა დევს შავ ყუთში? დრო. ფიფქელაშვილი ჯუჯა, მაგრამ 8 რაღაცა უნდა იყოს. ანუ ნახე, თავის 8 ქალიშვილს ამად თვლიდა რაღაც უნიშნულო საგანი. ნიფ 8-თან უნდა იყოს ამგონ დაკავშირებული. 8-თან რატო? 8 ქალიშვილია. შესაწირი ხო არა რაღაც. არა, რაღაც უნიშნულო მიეთანხმება და მარტივად წირავდაო და. ქვეყნის ინტერესებს. ქვეყნის ინტერესები. ანუ ათხოვებდა მზითვი, ანუ რაღაცა ანუ იმის გამო ათხოვებდა. არა, ათხოვებდა, წირავდა იყო თავისი. ალბათ ქვეყნის ინტერესებს წირავდაო? ხო, ათხოვებდა. საბოლოო კითხვა რა იყო ესე იგი? ანუ ნახე, რა დეშოყუჩი. არა. ბიჭო, ნახე, ამად თვლიდა, რაც შავყუჩის, იმად თვლიდა თავის ქალიშვილებს და მარტივად წირავდაო და ნუ ალბათ გასათხოვებას ან ძალიან უმნიშვნელო ქვეყნის ინტერესებს შეიძლება სხვა ქვეყნის იმებისთვის. ხო, მაგრამ აი ძალიან უმნიშვნელო რა შეიძლება იყოს რადგანაც თვლიდა. 10 წამი. აიკი, ვაპაიკია მაგიდაზე, ხო, ვაპაიკია. აიკი. ვაპაიკი არის ზუსტად იმაში და წირავდა რა ვაპაიკი. და დრო ამოიწურა ბატონო კაპიტანო. ვინ უპასუხებს შეკითხვას? რა დევს შავყუთში? დიახ. მაშინ ბატონი ჰისოკაა. ჰისოკა რა დევს შავყუთში? ჩემი პასუხია პაიკი, ჭადრაკის თამაშსაც ხშირად პაიკებს წირავენ მოთამაშეები. და მაგლოგიკიდან გამომდინარე, სხვა მეტი პასუხიც ისეთი არ აქვს და თან შავყუთშიც უნდა იყოს რაღაც ისეთი უნდა იყოს. ბრილიანტი და რაღაცა არ იქნება და ჩვენი აზრით პაიკია. ბრილიანტი არ არის. ჩვენი აზრით პაიკია. ბატონო კაპიტანო, მივიღოთ ეს პასუხი. სწორი პასუხი. მეორე კურსელი არ დამიღო. ხო, პატარა ფიგურა. იმპერატრიცა თავის ქალიშვილებს პაიკებივით წირავდა. ასე აქედან არის გამონათქვამი. 5-2. გილოცავთ 5-2 არის ანგარიში. ეგა რეკორდზე. და ბოლოს წამებში გაგახსენდათ პაიკი მანამდე არ ქონიათ ვერსია. ხო, არა, ჩვენ მაგამდე შინაარსო მე ვფიქრობდი რომ ამ შეკითხვას ვერ აიღებდი. მაშინ არსებობს. არ მეკითხავ. ისეთი პასუხები ქონდა, რომ ხუთში ვერ იდებოდა უბრალოდ ხოლმე. აი მე ეს შეკითხვა სანტაზე ნომერი 3. მომეწონა ყველაზე მეტად შეკითხვა. ძალიან მაგარი. რომელი? სანტაზე აი მინა ხელმოწერაზე. ვაუ, აი ეგრე იცედა და ნახდათ რა. აი, გაიკითხა. ყურადღებით ჩაიწერეთ შეკითხვა ნომერი 3. შუა საუკუნეებში ქალაქები ფრანკენბერგი და ლევენშტეინი დაინგრა.
თუმცა მალე ჰენრი მეოთხემ რეგიონს ახალი სიცოცხლე მოუტანა. ააშენა რა ახალი ქალაქი და დანგრეული ქალაქების ნარჩენებისგან. ყურადღება შეკითხვა. ერთ წუთში დაასახელეთ თუ რა დაარქვა მან ამ ახალ ქალაქს. დრო. ისტორიულა ფრანკენბერგი და რა არის? ფრანკენბერგი მეორე ვერ ჩავწერე. ბიჭო, მე ფრანკფურტს ვფიქრობ. ეგ არის საფრანგეთი გერმანიის ისა რა. ფრანკენბერგი და ანუ ეგ საფრანგეთის და გერმანიის ტერიტორიას ინაწილებდა. ხო, ფრანკიდან იწყება. მეორე სიტყვა გაერთიანება. ხო და გაერთიანება რა, მაგ უბრალოდ მეორე სიტყვა მეც ვერ ჩავიწერე და გამომეორებინა. ჰენრი მეოთხე, გაიხსენეთ, ჰენრი მეოთხე გერმანია საფრანგეთის სისტემაა რა. ანუ ახალამდელი ქალაქი არის რაღაც ორი რაღაცა სისტემაა. ორი სახელი უბრალოდ ის ხო არის რამე იმაზე რომ იყო მინიშნება რომ დანგრეული იყო და ბილდიურებია არა ანუ ბიჭო კითხვა გამომეორებინოთ რომ მეორე ქალაქის სახელი ჩავიწეროთ ფრანკფურტი თუ გამოდის წუთზე დავფიქრეთ არა წუთი ავიღოთ კაცო ბოთ თან გამომეორებინოთ აი ამას მეგონი გამოვიდა და დრო ამოიწურა კითხვას გავიმეორებ შუა საუკუნეებში ქალაქები ფრანკენბერგი და ლევენშტეინი დაინგრა, თუმცა მალე ჰენრი მეოთხემ რეგიონს ახალი სიცოცხლე მოუტანა. სიჩუმე ააშენა რა ახალი ქალაქი დანგრეული ქალაქების ნარჩენებისგან. ერთ წუთში დაასახელეთ თუ რა დაარქვა მან ამ ახალ ქალაქს. იღებთ დამატებით დროს. დრო ჩაერთვა. ფრანკენშტეინი არ ქალაქი არა ესეთი ქალაქი. ფრანკენბერგი და ლევენშტეინი. ფრანკტერბურგი თუ რა არა. ანუ რომელი ბიჭო აღადგინაო ბურგი შეიძლება რა მისნიშნავდეს ბიჭო ხომ არა რანაირია დაარქვაო ეხა ქვიაო ხო არ უთქვავს კაცო ფრანკენბერგი და ლევენშტეინი აი ვერსია ბიჭო ისეთ რაში გაია რა ფრანკენშტეინი აღადგინაო არ არის მაგრამ შეიძლება ყოფილიყო მაგრამ ნუ ხო ბაზარი ის შენი ჰისტორია უნდა გვეკითხა იყო თუ არ სწორი ვერსია ერთი ვერსია გაჩნდა და როგორ ვეკითხა აი კაი ვერსია იყო 0-0 ფრანკფურტი ან ფრაიბურგი რაღაც ფუზე მაქვს და იქნებ რა მე ისეთი ქალაქი ფრანკიდან უნდა იწყებოდეს ბიჭო ეს პირველი ქალაქი ფრანგულია მე მგონი და მე მგონია რომ საფრანგეთი გერმანიის ფრანკენბერგი და ლევენშტეინი უბრალოდ რუკაზე არ მახსოვს ეს თუ გახსოვთ საფრანგეთთან რომელია უფრო ახლო ფრაიბურგი თუ ფრანკფურტი არ არის შუაში არის ცენტრალურ გერმანია და ფრაიბურგი სად არის არ ვიცი ფრაიბურგი არ არის შუაში კუთხეში არაა ყოველ შემთხვევაში ზერო საფრანგეთთან ახლოს ბიჭო იქნებ რა ათი წამი ფრანკფურტი აი ეგ სამი ვერსია საფრანგეთის ხარესაც არაფერი არ არის ესეთი ბერლინი გაწერია და ბერლინი ხო არ თქვა არა ბიჭო რატო და დრო ამოიწურა ბატონო კაპიტანო ვინ უპასუხებს სწორი ვერსია იყო მაშინ ისოკა უპასუხებს ბატონო ჰისოკა ჩვენ გვაქვს ორი ვერსია ფრაიბურგი და ფრანკფურტი მაგრამ ანუ პირველი სიტყვა ანუ ფრან უნდა იყოს ჩემს და უნდა ვიჭო ბურგით მთავრდებოდო ფურტით და მე მგონი გერმანული უფრო ფურტია ფრანკფურტ ჩემ პასუხია ფრანკფურტი ფრანკფურტი ფრანკ ხო რავი კი ბატონო პასუხი მიღებულია ბატონო კაპიტანო მივიღოთ ეს პასუხი პასუხი მიღებულია სწორი პასუხი არის ფრანკენშტეინი ახალი ქალაქის სახელი ძველი ქალაქების სახელების შეერთებით მიიღო სიცოცხლე მოუტანა დამატებითი მინიშნებას წარმოადგენდა და ფრანკენშტეინი და ლევენშტეინი შეერთეს არსებობს ასევე ლიტერატურული პერსონაჟი რომლის გვარიც გახავდა სიცოცხლის წარმოქმნასაც ნიშნავს გერმანიაში არის პატარა ასეთი ქალაქი მაგრამ არსებობდა მაშინ ჰენრი მეოთხე მაშინ არსებობს ანგარიში არის 5-3 ფრანკენშტეინი ყველა მე ვფიქრობ რომ საინტერესო შეკითხვა იყო და ვერსიაც როგორც ასეთი ქონდა ფონი ბატონმა აჩექსა გააშორა ეს მე ასე მომესმა შეიძლება ხაზენ დააჩექსენ ჩვენი იმენა მე ძალიან მომწონდა ეგისა ბიჭო ხომ არ აი სიტყვების იმედი ფრანკ ლევენშტეინი სიტყვების იმედი არის ხოთან თავიდან გაკერავ მაგლობი 5-3 აი არა 5-3 და დაგჭოთ ერთი დახმარება ლიციც არის ხო არა ვიცი არა შემდეგი შეკითხვა აი გავერთოთ რა ვა ორი შესაძლებელი ეს კაია ერი რა გავერთოთ არა 5-5 შეინჯერი ხო არაფერს უფლება არა გონდა ერთი წუთი ისე გამოვიდა შეკითხვა ნომერი 2
გადმოსული შეკითხვა დარინოს გუნდიდან. ის რაღაცაში დარწმუნებული ხარ დაბაჯერი ხოლმე ისე. თორე მასე ვერ გავრიწყავდი ახლა ვიდეო თუ არა და მე არასწორი იყო. ყურადღება შეკითხვა ნომერი 2. ეს ფრინველები მტაცებელთა რიცხვს მიეკუთვნებიან და ისინი ხშირად ნადირობენ კურდღლებზე, რომლებიც ტყვეობაში ყოფნის დროს ტირილის მსგავს ხმებს გამოსცემენ. ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ამან დაუდო საფუძველი ამ ფრინველებთან დაკავშირებულ ლეგენდას. ყურადღება შეკითხვა. ერთ წუთში დაასახელეთ ეს ფრინველი. დრო. დრაკონებთან ლეგენდები არის დრაკონებზე. ანუ ამ უნდა ფრინველს არსებობდეს ეგ ფილმენ. კურდღლებზე დაკვირვები არ ნადირობდნენ ჩემი აზრით. არა, ლეგენდა ამ ფრინველებზე, ანუ ეს ფრინველი იყო და ამ ფრინველმა დაუდო დრაკონზე. მაგრამ გალიაში იჯდა კაცო ეს ის არის. ხო და დრაკონი კი არ არის პასუხი თქვა, ამან ის არის, ლეგენდა დრაკონი არის და. კაჭკაჭის სხვა იროდაო, ტირილი ან ისა რა ქვია. ტირილის ხმას გაუსო რა. ხო. კაჭკაჭი ხმებით მე გავიხსენებ. კაჭკაჭი მტაცებელია ვაფშე. არა. კურდღლებზე ნადირობს. ქორი ხო არა მაგ, ქორი რა კაჭკაჭია. ბიჭო ძალიან სწრაფი რო არის, რა ქვია მაგას. რაღაცა შეიძლება ან ლოგიკა რა. ყუიასავით სწრაფი რო არა. კურდღელი შავი და თეთრი ხო არა, კურდღელი და ყვავი. იქნება. 10 წამი. ყვავი, არა ყვავი ის არის, მეშამს ყვავი. მე დრაკონზე რატო არის? არ ნადირობს, დრაკონი კი არ არის, პასუხი დრაკონია ის ლეგენდა, მაგრამ ეს ის იყო რა ქვია. რატო პიროდა? რა გავს? რა მტაცებელი ფრინველები просто ახალი რაფერი არ და დრო ამოიწურა, შეწყდეს განხილვა. მე გავიმეორებ შეკითხვას. ეს ფრინველები მტაცებელთა რიცხვს მიეკუთვნებიან და ისინი ხშირად ნადირობენ კურდღლებზე, რომლებიც ტყვეობაში ყოფნის დროს ტირილის მსგავს ხმებს გამოსცემენ. ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ამან დაუდო საფუძველი ამ ფრინველებთან დაკავშირებულ ლეგენდას. ერთ წუთში დაასახელეთ ეს ფრინველი, ბატონო კაპიტანო, ვინ მიპასუხებს? მე გასხებთ. არ გვაქვს მაინც საინტერესო ვერსია. ისმენთ. და მე ვფიქრობ ყვავი. ნუ არა მგონია ეს თვალი, მაგრამ სხვა უკეთეს ვერსია ფიზიკურად არ გვაქვს. ყვავი, ესე ვფიქრობ. კი ბატონო, ყვავი მიღებულია. სწორი პასუხი, კომენტარი. ერთი ვერსიით ლეგენდა, რომლის თანახმადაც ბავშვები წეროებს მოყავთ, იქიდან მომდინარეობს, რომ მათ კლანჭებში მოხვედრილი კურდღლების მიერ გამოცემული ხმა ძალიან გავს ბავშვის ტირილს. სწორი პასუხი არის წერო, რომლებსაც მოყავთ ბავშვები ლეგენდის მიხედვით და მათ კლანჭებში მოთავსებული კურდღელი ძალიან გავდა ბავშვის ტირილს. 5-4. არ გაგიგია ეს ლეგენდა. მეგონა რომ ტირილზე მიხვდებოდით და ვადამ ამ კითხვაზე ვფიქრობდი რომ გუნდი აიღებდა ვადამდელს. ლეგენდა ვერ გამოვიცანთ, მე სხვა ლეგენდაზე წავედი. ლეგენდაზე მე მაგ ლეგენდებს მეგობრებო, შეგახსენებ რომ ანგარიში არის 5 და 4, თქვენ გაქვთ ერთი დამატებითი და ანუ დახმარება, რაც დაგჭათ და გამარჯვებამდე დაგჭათ ერთი სწორი პასუხი. მიდი. სადვარ ამაზე უოჭოლი აუღოთ. შემდეგი შეკითხვა. სუპერგლიცი და შავყუთი აღარდოს მაგიდაზე გადმოსული კითხვების გავიდა დარჩა 6-8 შეკითხვა. დაუჩიოდა. შეკითხვა ნომერი 8. მაშინ რადგან ვაგიდოდათ თქვენ უნდა გამოიწვიოთ. აბა აჩიქს ჩვენ გავდივართ ავტოვოდ და აჩიქს ავტოვოდ მარტო წერო და პასებელი ხო ესეთი რთულია. ხო, არც გამხსენებია. ო, წერო პასებლად კი ჭამს. აი, სულ დავივიწყებინა ახალზე კონსულტაცია. არ მოგულა შეკითხვა და შეკითხვა ნომერი 8. ყურადღებით ჩაიწერეთ. აღწერს რა ჩრდილოეთ კორეაში არსებულ დიქტატურას, პროპაგანდასა და კონტროლს მაცხოვრებლებზე ანა ფიფილდი თავის წიგნში ბჭყალებში დიდი მემკვიდრეს სახელწოდება. აღნიშნავს, რომ სიმბოლურია, რომ კიმ ჯონ უნის სწორედ ამ წელს დაიბადა. ვიმეორებ. აღწერს რა ჩრდილოეთ კორეაში არსებული დიქტატურას, პროპაგანდასა და კონტროლს მაცხოვრებლებზე. ანა ფიფილდი თავის წიგნში დიდი მემკვიდრე ბჭყალებში აღნიშნავს, რომ სიმბოლურია, რომ კიმ ჯონ უნის სწორედ ამ წელს დაიბადა. ყურადღება შეკითხვა. ერთ წუთში დაასახელეთ, რომელ წელს დაიბადა კიმ ჯონ უნი. 1924. უეჭველი, დიდი დიდი ძმის თემა. დიდი ძმის თემა, დიდი ძმის და დიდი მემკვიდრე და 80-ში დაიბადა. 1900 თვითონ ეგ წიგნი სხვა ჩრდილოეთ კორეა აღწერილია პროპაგანდა და
მემკვიდრე ახსენა თუ დიდი მემკვიდრე დიდი ძმა და 1984 დიდი მემკვიდრე დიდი ძმა მაგ პერიოდშია დაბადებული ასე. ანუ ან უნდა იყოს და დაკავშირებული საბჭოთა კავშირის ვისტონ სმიტიო არ დაწერინე. არ მგონია რომ ის იყოს 94 არა უფროსი არის. მე მაგაზე ცნობილი ისეთი ის არ არის, მით უმეტეს წელთანო იყოს დაკავშირებული, ანუ არც წიგს არ ქვია ეგრე წელი სახელი. ხო და ეხაც ტოტალური კონტროლი არის და ის არის ტოტალური კონტროლი არის 1984-ში. მოვიგეთ. 61 წლისა, კაგრა 61-ისა. ეხა ის როგორც შევთანხმდით დამატებით წუთს ვიღაც. ხო. გაიგეთ თოქს. ჯე არა დამატებით წუთს ვიღაც. თოქს დამატებით წუთს ვიღაც. არა, მოვჩეთ. იმედია. დაადრო ამოიწურა ბატონო კაპიტანო. ეს წოლმა ვერსიამ თუ ვეღარ. მე რამდენიც მესმოდა თქვენ ერთი ვერსია გქონდეთ. ამიტომ პასუხს ვერ გეტყვით. აი ჩემი თავი. ვინ გასცემს პასუხს? და ყველა მოპასუხე. არა, ჩემი ვერსია არ იყო, ირაკოს ვერსია იყო. კარგი, ბატონი ირაკლი უპასუხე. ჩამოყალიბდით ვინ მიპასუხებს? ბატონი ირაკლი უპასუხე. ბატონო ირაკლი. ერთ წუთში დაასახელეთ რომელ წელს დაიბადა კიმ ჯონ უნი. 1984 წელს. კი ბატონო, ბატონო კაპიტანო, მივიღოთ ეს პასუხი. კი, აუცილებლად. პასუხი მიღებულია. კომენტარი. ანა ფიფილდი პარალელს ავლებს ჯორჯ ორუელის წიგნზე 1984, რომელშიც აღწერილია დიქტატურა, პროპაგანდა და კონტროლი მაცხოვრებლებზე. მაგრამ ყველაზე 6.4 ანგარიში არის 6.4 გილოთ აქვს მეგობრებო, მაგრამ საკურველი ის არის, რომ სამივე მოგებულმა გუნდმა ამ სეზონში 6.4 მოიგო. ვინც მოიგო, ან არც მეტი, არც ნაკლები არ თამაშა, ყველა გუნდმა მაგრამ ჩვენ ბოლო მოვიგეთ. მაგრამ თქვენ წეროს ლეგენდა არ გახსოვდათ და სანტა კლაუსის და არ დაბზან. აი კითხები იყო რაც ვერ გამოუწევია. კი ბატონო, გილოც აქვს პირველ რიგში. ერთი სუპერ ბლიცის შანსი არ ქონდა ხო და ხო, შეუძლებელი იყო. კი ბატონო, ტრადიციულად მე ვფიქრობ, რომ საინტერესო შეკითხვები იყო, ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ, ცოტა დაუწევ მუსიკას. და აი მოდით ჰისოკასგან დავიწყოთ, რომელი შეკითხვა გერთულად იყო უფრო საინტერესო, ან დაგამახსოვრდებათ, აი აქედან რომ მოვყვეთ, თქვენს დავთრებში შეგიძლიათ ჩაიხედოთ, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ, ან გერთულად. საკმაოდ კარგი კითხვა იყო შავი ყუთის რომელიც გამოვიცანით, იმიტომ რომ აზროვნება დაუჭირდა და ბოლოს გამოვიცანით და რაც ვერ გამოვიცანით, ორი კარგი კითხვა იყო, ეს იყო მტაცებელ ფრინველზე, რომელიც პასუხი იყო წერო და ხელის მოწერა რო სთხოვა სანტა კლაუსმა, ესაც ძალიან კარგი კითხვა იყო. დანარჩენი კითხვები, რომელიც გამოვიცანით, შედარებით ცოტა მარტივად გავედით და რაღაც ბოლო წამს მოფიქრებული პასუხი არც ერთი არ მქონდა. ბატონო აჩექსო, თქვენ რომელი მოგეწონათ? მე მომეწონა თეთრი საყელო და თეთრი საყელო ლექსი, სადაც გამოტოვებული ადგილი უნდა ჩაგდეს. კარგად არის თოქსინს გააჩერა მაგის ვერსია ძალიან. აი ფრანკენშტეინს მომეწონა. ფრანკენშტეინი. კარგი. თქვენ ახსენეთ ფრანკენშტეინი. ბატონო კაპიტანო, თქვენ რომელი კითხვა მოგეწონათ? სანტა კლაუსის შეკითხვა. კარგი კითხვა, საინტერესო. კი ბატონო, ქალბატონ თამარს რომელი შეკითხვა მოეწონა? მეც სანტა კლაუსი მომეწონა, იმიტომ რომ აი თან ჯამანის რაღაცა ის თქვა და ბოლოს ისეთი მომენტი იყო რომ გავიგეთ პასუხი, რა თან როგორ ვერ მივხვდით, თან ძალიან მოგეწონა პასუხი და კარგი კითხვა იყო რა, დამწყებული რომ ვერ ავიღეთ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც უფრო იმაზე დამწყებული წეროზე. წეროზე, ეს ლეგენდა მგონი გემახსოვრებათ. წეროს ლეგენდა ვისწავლეთ. და კომბოს. რომის შემდეგ აუხსნი რეპროდუქციას როგორ ხდება? ბავშვების დაბადება. კი ბატონო. ყველაზე რთული სუპერბლიცი იყო. სუპერბლიცი გერთულად. თუმცა თემატიკურად თუ რომელიმე მოთამაშე ფილმებთან, ქართულთან გინდა უცხოურთან ხართ ახლოს, შედარებით მარტივია. ვინც უფრო ახლოს არის და თუ მეტნაკლებად არავინ არ იყავით ახლოს ამ თემატიკასთან. ბატონ ირაკლის რომელი შეკითხვა მოეწონა? ხო, მეც ანუ გამოვარჩევდი. ალბათ წერო მომეწონა ყველაზე მეტად და პლუს ის ანუ თეთრი საყელოც კაი შეკითხვა იყო, გამახსენდა თეთრი საყელო წერო არის. თეთრი საყელო და წეროს შეკითხვა. და ბატონ თაზუს რომელი შეკითხვა მოეწონა? სააზროვნო იყო ის რა თქმა უნდა. მე ველოდები რომ ხა გასხოვებს დაასახელებს. მე ძალიან მომეწონა ფრანკენშტეინი, იმიტომ რომ ძალიან ესეთი იყო, ლამაზი და ასაწყობი და ასე მომეწონა პაიკთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამაზე ის იყო, ანუ კითხვა იყო კარგად გავაანალიზეთ, არ ყოფილა ეგრევე პასუხი რა. ანალიზის შედეგად ბოლო წამზე აი გავაჯახეთ პასუხი და ვთქვით, რომ აი ეგ არის უეჭველი. აი მომეწონა მე. პაიკის შეკითხვა ფრანკენშტეინი. კი ბატონო, გუნდმა მოიგო 6-4, ისევე როგორც დანარჩენმა გუნდებმა. ნეიტრონის გუნდი, დარინას გუნდი და თოქსის გუნდი შეხვდებიან ნახევარფინალში. შემდეგ თამაში თამაშობს კასპერას გუნდი, რომელიც არის ბოლო გუნდი. წარმატებები ბატონო.
თამაშს დასრულებულად ვაცხადებ.